ლავროვის შემდეგ ოცნება შემრიგებლურ რიტორიკას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებული საგარეო უწყება უწონებს და მოუწოდებს მათთან დაკავშირებით ტერმინი რუსული ოკუპაცია აღარ გამოიყენონ. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას რეალისტურად აღიქვან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილი პოლიტიკური რეალობა. ნათქვამია განცხადებაში. კაცმა 12 წლის არასრულწლოვანი გერის ოთახში ფარული ვიდეო კამერა დააყენა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა უკანონოდ გაავრცელა. პროკურატურამ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მტრის მყარი ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებული პრობლემაა ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და მოხუცებისთვის. ამის შესახებ ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას თავმჯდომარე მისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში ჰაერის მტრის ნაწილაკებით დაბინძურების დონე ყოველთვის მაღალი იყო. თუმცა ამჯერად საფრთხის ქვეშა ადამიანების ყველა ჯგუფი. ანანა კოჩლაძის თქმით, მტვერი და მისი ნაწილაკები სისხლში ადვილად გადადის. აფეთქება რუსეთში ომსკის გარეუბანში უკრაინულმა დრონებმა იერში გაზსადენზე მიიტანეს. რუსები ამტკიცებენ, რომ აფეთქება სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარ ავარიას უკავშირდება.